გეზი უნდილაძეების მეორე სამშობლოსაკენ. წარუმატებელი კომერციული ოპერაციის შემდეგ, რომელიც რუმინეთში გავიგემე, რამდენიმე თვე ვერსად მოახერხე წასვლა. სული დიდი მქონდა, მაგრამ მატერიალური მდგომარეობა ამის საშუალებას არ მაძლევდა. თბილისში ტრიალებდი, საქმე კარგად არ მიმდიოდა. ერთ დღეს ჩემი განწყობა უნივერმაღის ტანსაცმლის სექციის გამგეს მარინას გაუზიარე. მარინა ძალზედ ენერგიული და საქმიანი ქალბატონი გახდა. 3 შვილი ჰყავდა და კარგადაც უძღვებოდა ოჯახს. ძირითადად ირანში, პაკისტანსა და ჩინეთში დადიოდა საქონლის ჩამოსატანად. ჩვენ ერთ დღეს ვკითხა: "გასაკეთებ, კაკო, როგორ მიდის საქმეები?" "მიდის რა, გინდა მიმუშავე, გინდა არა. ორივეს ერთი ფასი აქვს. მომავალ კვირას ირანში მივდივარ, თუ გინდა ჩემთან ერთად წამოდი. ჩამოიტან ტანსაცმელს და ბაზრობაზე დაარიგებ." "დიდი მადლობა, ვერ წამოვარ, ფული არ მაქვს." "ეს რა პრობლემაა? ცოტას ისესხებ, ბილეთის საფასურს მე გადაგიხდი. შენ კი ჩანთების თრევაში მომეხმარები. ჩემი ძმა ვერ მომყვება, ფეხი აქვს მოტეხილი." "შენ რა გინდა, მეც მომწყდეს ფეხი?" "დავიფასე თავი. მიდი, საღამოს პასპორტი მოვიტანე და წასასვლელად მოიმზადე. თვალი ჩამეკრა და კიბეს აუღვა." მართალია დიდ კომერციულ იმედებს არ მოგზაურობაზე არ მომყარებდი, მაგრამ ერთი სული მქონდა, ის ქვეყანა მენახა, რომელიც საუკუნეების მანძილზე უშრობდა საქართველოს. მცირე ისტორიული ექსკურსი. თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან მასობრივი მიგრაციები ხდებოდა. კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყალიბდებოდა და იშლებოდა ცალკეული ტომებისა და ხალხების გაერთიანებები. ერთმანეთს სვლიდა მძლავრი იმპერიები, დიდი და პატარა დინასტიები. ჩვენ წერთ აღრიცხვამდე მესამე-მეორე ათასწლეულებში ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ არსებობდა დიდ მონათხრობელური სახელმწიფო გაერთიანება, რომელიც მიდიამ დაეპყრო. 558 წელს მიდიელთა პატრონობას ბოლო მოუღო აჯანყება, რომელსაც კიროს მეორე აქემენიდი მეთაურობდა. აქემენიდთა ირანული სახელმწიფო მძლავრ იმპერიად იქცა, რომელშიც შედიოდა ეგვიპტე, სირია, ფინიკია, მესოპოტამია, მთელი მცირე აზია, სომხეთი და მაკედონია. იმპერია განუწყვეტლივ ომობდა. 320 წელს აქემენიდთა სახელმწიფო დაეცა და მთელი მისი ტერიტორია ალექსანდრე მაკედონელის უზარმაზარ იმპერიას დაექვემდებარა. სხვადასხვა ეპოქაში იქ ხან არაბები, ხან თურქ-სელჩუკები, ხანაც მონღოლები ბატონობდნენ. მე-18 საუკუნის ბოლოს ირანში ყაჯართა დინასტია გაბატონდა. სწორედ ამ დინასტიის წარმომადგენელი იყო ჩვენთვის კარგად ცნობილი აღა-მადხათ ხანი, ყაჯარი, რომელიც 1795 წელს შემოიჭრა საქართველოში. მომდევნო წელს კი თეირანში თავის შახად გამოაცხადა. მან სათავე დაუდო ახალ ყაჯართა ნომადურ დინასტიას, რომელიც 130 წელი მართავდა ქვეყანას და მხოლოდ 1925 წელს შეწყვიტა არსებობა. სწორედ მაშინ მეჯლისმა, ანუ პარლამენტმა, დამხობილად გამოაცხადა ყაჯართა დინასტია და ტახტზე რეზა ხანი ფეხლევის დინასტიის პირველი მონარქი აიყვანა. 1978-79 წლების ანტიმონარქისტულმა სახალხო რევოლუციამ ირანში მონარქია დაამხო. უკანასკნელი შახი მოჰამედ რეზა ფეხლევი დასავლეთში გაიხიზნა და რამდენიმე წელიწადში ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა. ირანში კი ისლამური რესპუბლიკა გამოცხადა, რომლის მმართველად პარიზული ემიგრაციიდან დაბრუნებული აიათოლა ხომეინი მოგველინა. ხომეინი პრეზიდენტმა ხათამმა შეცვალა. თეირანი. ვაკაციან ჯგუფში ერთადერთი მამაკაცი ვიყავი. თვითმფრინავი აეროპორტს რომ მივუახლოვდა, მარინამ გოგონები გააფრთხილა. "აბა გოგონებო, არავითარი პომადა, საღებავები მოიშორე და თავშლის დახურვას არ დაგავიწყდეთ." "თავშალი მეც ხომ არ უნდა დავიფარო?" დავეღრიჯე მარინას. "თუ ძალიან გინდა არც შენ დაგიშლიან, მაგრამ მთავარია არ დაგავიწყდეს, რომ ეს ევროპა არ არის. რასაც გეტყვიან, ყველაფერი შეასრულე, არავითარი ზედმეტი მოძრაობა." საბაჟოზე ისე შემამოწმეს თავი ტერორისტი მეგონა. ჯერ საბუთები დაათვალიერე საგულდაგულო და პასპორტში ბევრი ქვეყნის ვიზა რომ მქონდა ჩარწმული, უკვე ამის გამო ეჭვის თვალით შემომხედეს. მე ცალკე ოთახშიც შემიყვანეს და ლამის იყო გამაშიშვლეს.
ვერაფერი საეჭვო რო ვერ იპოვეს, ჩანთა გამიჩრიკეს და ფოტოაპარატი ამოიღეს. ეს რად გინდაო? კითხეს. გამიკვირდა, მაგრამ მითხეს ფოტოაპარატი ჩვენთან დარჩება და უკან წამოსვლისას დაგიბრუნებთო. თან ამაყად დააყოლეს. თქვენ ისლამურ ირანში იმყოფებით და თუ ადგილობრივი კანონები არ მოგწონთ, შეგიძლიათ ქვეყანა დატოვოთო. ყველაფერზე მორჩილად უქნევდი თავს. ქუჩაში უამრავი ავტომობილი ისე უწესრიგოდ მოძრაობდა, ლამის გული შემიწუხდა. ამას საშინელი ხმაური და თავბრუდამხვევი ტემპი ერთვოდა. რა ხდება მარინე, ეს რა დომხალია? გაოცება ვერ დავფარე. არა უშავს, გაგივლის. პირველად აქ ყველას ასე ემართება, დამამშვიდა მარინა. სასტუმრომდე ავტობუსით ვიმგზავრეთ. სანამ მივიდოდი, ჩემი დამემართა. ჯერ ერთი ირანში რატომაც შუქნისებს არ იყენებენ. რასთავარია, არავინ არანაირ წესს არ იცავს. ავტობუს ხან სატვირთო მანქანამ გადაუჭრა გზა უცერემონიოდ, ხან ველოსიპედმა გადაურბინა. ძღოლი უცებ ისე დაამორხუჭერდა ხოლმე, რომ გზავრებით ცხვირპირით ვასკდებოდით ერთმანეთს. ისე დადიოდა, თითქოს მანქანა ხალხით კი არა კარტოფილით იყო დატვირთული. იმდენი ავარიული სიტუაცია შეგვექმნა, ბოლოს შიშისგან თვალს ვეღარც ვახედი. სასტუმროს ნომერში რომ შევედი, პირჯვარი გადავიწერე. ოფიციალური მონაცემებით თეირანში 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. იმის გამო, რომ ირანში ხშირად ხდება მიწისძვრა, მრავალსართულიან სახლებს არ აშენებენ. მოსახლეობა ძირითადად 2-3 სართულიან სახლებში ცხოვრობს და მხოლოდ დიდრებ ზუგნებში განტიკუტად შეამჩნევთ თანამედროვე ტიპის 8 სართულიან შენობებს. ჩვეულებრივი ირანელი თავისი სახლის პირველ სართულზე კომერციულ საქმიანობას ეწევა. გახსნილი აქვს მაღაზია, პატარა საამქრო, საპარიკმახერო და სხვა ამგვარი. მეორეს კი საცხოვრებლად იყენებს, ან ნაწილი გაქირავებული აქვს, როგორც სასტუმრო თუ სასწავლებელი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მთელი თეირანი წვრილი ბიზნესით არის დაკავებული და მხოლოდ ფულსა და მოგებაზე ფიქრობს. ქალაქში უამრავი ბაზრობაა. ისტორიულად ბაზარი აღმოსავლური სახელმწიფოებისთვის ერთ-ერთი ორგანული ატრიბუტია და ამიტომაც იქაურ ბაზარს ხელოვნების ნიმუშად აღიქვამენ. ბაზრის წარჩინებულნი კი გარდა იმისა, რომ დიდრები არიან, მოსახლეობის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობენ. ძალიან შთამბეჭდავია შახების სასახლეები და რეზიდენციები. თითოეული შახი ცდილობდა თავისი მეფობის აღსანიშნავად რაიმე მნიშვნელოვანი დაეტოვებინა, რის წყალობითაც ქვეყანასა და დედაქალაქს უამრავი გრანდიოზული ნაგებობა შეძინა. ყველაზე მეტად მაინც იმან გამაკვირვა, რომ მეჩეთების გარდა თეირანში სხვა სარწმუნოების სალოცავებიც არის. მაგალითად, ბევრ სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას ნახავთ. გული დამწყდა, რომ დროის უკმარისობის გამო ქალაქის გარეუბანში მდებარე მართლმადიდებელ ტაძარში ვერ მივედი. ირანელები. ჩემ გარდა ჩვენი ჯგუფის ყველა წევრი ნამყოფი იყო ირანში. განსაცვლის ბიზნესით იყვნენ დაკავებული. ხოდა როგორც დამწყები თან დავყრობოდი და მეც იმას ვყიდულობდი, რასაც ისინი. ზეპირად იცოდნენ, რომელ ბაზარში რა საქონელი იყო იაფი და მთელი დღე ტაქსით დავდიოდით უზარმაზარ ქალაქის სხვადასხვა უბანში. 20 წლის ასაკიდან საკუთარი ავტომობილი მყავდა და ჩემ თავს კარგ ბრძოლად ვთვლიდი, მაგრამ მომკალი და თეირანის ქუჩებში მანქანას ვერ გავატარებ. იმდენად გადატვირთული და მოუწესრიგებელი მოძრაობაა. საინტერესო ის არის, რომ ავარიების დროს ჩხუბი და აყალმაყალი არასოდეს ხდება. პირიქით, ერთმანეთს ბოდიში უხდიან და მშვიდად სტილდებიან. შეტაკება იმდენად ხშირად ხდება, რომ ქალაქში ნორმალურ მანქანას ვერ ნახავთ. ზოგს ფრთები აქვს დაჭეჭყილი, ზოგს კარი და ზოგს კიდევ რა. ჩასვლიდან მეორე დღეს მარინასთან ერთად მთელი დღე ქალაქში ტაქსით სიარული მომიხდა. სულ ერთი მძღოლი დაგვატარებდა. აშკარად კარგ ბუნებაზე იყო. ჯერ ერთი მარინა ირანელი ქალებივით კაცრი და უტევი არ იყო. უტყვი უბრალოდ. სპარსულიც იცოდა და სულ ეხუმრებოდა. მეორეც ის უხაროდა, რომ კარგ გასამჯეროს აიღებდა, ვინაიდან მთელი დღე გვემსახურებოდა. მახმუდა მთელი დღე ჩვენთან იყო. ალბათ გაგვატყავებს. უთხარი მარინას. სასტუმროს რომ უახლოვდებოდით. სულაც არა, $5 ეყოფა, გამიღიმა მან. რას ამბობ, სიცხვილია, გინდა გვაგინოს? კარგი, შენი ხათით 10 მივცემ, ვიცი რასაც ვაკეთებ. დამამშვიდა მარინა. ძალიან მაინტერესებდა მძღოლის რეაქცია და მარინამ ფული რომ მიაწოდა, ვულკანის ამოფრქვევას ველოდი, მაგრამ მოხდა სასწაული.
აი საღოლ გურჯი ხათუნ საღოლ სიხარული წარმოდგა მაჰმუდმა და დაზინა სანამ აქ ხართ ყოველდღე მოგემსახურებითო. ირანში ნავთობპროდუქტები ძალიან იაფია. $1.50 ლიტრამდე ბენზი შეიძე. ეს რომ გავიგე, მერე მივხვდი მაჰმუდას რეაქციის მიზეზს. ირანელები შავგრემანები და საკმაოდ მცირე გაბარიტიანები არიან. იქ იშვიათად შეხვდებით სულქან, მით უმეტეს ღიპიან კაცს. საქართველოში ჩემთვის არავის უთქვამს, დიდ აღნაგობის კაცი ხარო. ირანში კი ძალიან ხშირად რემბოსა და ვან დამს მადარებდნენ. ირანელები კარგად იცნობდნენ საქართველოსა და ქართველებს. სულ გაიძახიან გურჯისტანი ახში, გვიახში, ხანუმსა, ოლი ახში, რაც ნისავს საქართველო ლამაზია, ხოლო მისი ქალები ყველაზე უკეთესებიო. ირანის რესპუბლიკის ლიდერებმა აღადგინეს პოლიგამია, რომელიც ძალიან ამცირებს ქალის ღირსებას. ქალს კვლავ ჩამოაფარეს ჩადრი, რომლის ტარებისგან ის მონარქიულ ირანში 50 წლის წინ გაათავისუფლეს. ქალს არც სახელმწიფო აპარატში მნიშვნელოვან თანამდებობაზე მოხვედრა შეუძლია. საზოგადოებრივ ადგილებში, საპარეკმახაროში, რესტორანში თუ სასტუმროში კი უფლება არ აქვს მოემსახუროს მამაკაცს. სწორედ ამის გამო შეიქმნა კომიკური სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდი. საღამოობით სასტუმროში ჩემ კარზე არავის დაუკაკუნებია. ჩვენ ქალებს კი ყოველ ნახევარ საათში თუ არა საათში ერთხელ მაინც მოსვენებას არ აძლევდნენ. მომსახურე პერსონალი ხან ყავას თავაზობდა, ხან ჩაის, ხან რასა და ხან რას. ნამცხვარი მეც მიყვარს, მაგრამ ვინაიდან მამაკაცი ვიყავი, ჩემთვის არავის არაფერი არ შემოუთავაზებია. ერთ საღამოს მარინამ დამიძახა და მითხრა: ადრე როცა ჩემი ძმა გვახდა, ეს პრობლემა არ ქონდა. ახლა კი ძალიან გვერიდება, მაგრამ ერთი რამე უნდა გთხოვოთ. კი ბატონო, რა არის ასეთი? გამიკვირდა ამხელა შეცავალი რაში დასჭირდათ მეთქი. ჩვენი ქმარი უნდა გახდე და სიცილი წასხდა. მე თავი ხელში აიყვანა და განაგძო. ეს უბუდური მომსახურე პერსონალი დღესი აჯერ რომ შემოაქვს ჩვენთან ჩაი თუ ყავა, შენ დაუკითხავად აღარ შევაწუხებ და დავისვენებთ. 7-ვეს ქმარი უნდა ვიყო? გახუმრება ცადე. ხო, ოღონდ მათ ამის შესახებ შენ თვითონ უნდა აცნობა. მეორე დილიდან ჩემი ცხოვრება თეერანში კარდინალურად შეიცვალა. ქვეყანას მუსლიმან ქართველად მოვევლინე, რომელმაც წარმატებას მიაღწია ბიზნესში და 7 ცოლთან ერთად ჩამოვიდა, რომ საქმის კონტრაქტებზე მოეწერა ხელი. სასტუმროს მომსახურე პერსონალისთვის მე კარდაში მეგობარი გავხდი და ყველანაირი პატივით სარგებლობდი. მარინა ჩემი უფროსი ცოლი იყო, რომელიც საქმეთა მმართველის ფუნქციასაც ასრულებდა. ქართველები ირანში. ამ საკითხზე ბევრი რამ დაწერილა და თქმულა, ამიტომ ახალს ვერაფერს ვიტყვი, იმის გარდა რომ გული ყოველთვის აგიფრიალდება, როდესაც ირანელი კაცი ქართულად აგელაპარაკება. თბილისში მომდევნო დღეს უნდა გამოგზავრებულიყავი და თეერანის ერთ-ერთ ბაზარში ახლობლებისთვის საჩუქრებს ვეძებდი. საიდან ხარ მაწვილო? უეცრად ქართულად მომართა ხანში შესულმა გარეგნულად ტიპიურმა ირანელმა მამაკაცმა. თბილისიდან გაკვირვებული მივაჩერდი. მოგწონს აქაურობა? რატომაც არა, თავისებური ეგზოტიკა. ერთი სული მქონდა გამეგო ვინ იყო. ზოგს არ მოსწონს. უკაცრავად, მაგრამ საიდან იცით ასე კარგად ქართული? მე ქართველი ვარ, ჩემი გვარი უნდიშია, ჰუსეინა მქვია. ჩვენ ქართველი თავადების უნდილაძეების შთამომავლები ვართ. სპარსეთში ცხოვრობთ, მაგრამ ქართულს არ ვივიწყებთ და ასეთ საშუალებით ვინაჩუნებთ ჩვენ გენს. ავღელდი, არ ვიცოდი რა მეთქვა, ბოლოს მოვიფიქრე. ბატონო ჰუსეინ, მოდი ჩვენ შეხვედრა აღვნიშნოთ. ეს წავიხსნოთ, მე გეპატიჟებით. დიდი სიამოვნებით, ოღონდ შენ კი არა, მე გეპატიჟები. ბოლოს და ბოლოს სტუმარი ხარ, მე კიდე მასპინძელი. ვინაიდან ირანში ქალებს საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა ეკრძალებოდათ, ცოლები სასტუმროში გავუშვი, მე და ბატონი ჰუსეინი სამწვადეში შევედით და დილამდე ცხოვრების ავკარგზე საუბრობდით. 1997 წელი. დიდრული ჩაცმულობა პაკისტანში ზედმეტია. ირანში მოგზაურობის შემდეგ აღმოსავლეთის ეგზოტიკური ქვეყნების დათვალიერების დაუუკობელი სურვილი გამიჩნდა. მარინას გული შეუწუხა კითხვით, როდის აპირებდა პაკისტანში წასვლას. ისიც სულ ერთსა და იმავეს მიმეორებდა. საქონელი ჯერ არ მჭირდება, თანაც იქ ძალიან იშვიათად დავდივა. როცა იაფი ნაწარმი დამჭირდება, თორემ იქ რა გამახედებსო. ერთ დღეს კი ჩემგან თამობეზებულმა მოულოდნელად გამომიცხადა. თუმცა შემიძლია ერთ კაცს გაგაყოლო,
ცოტა უცნაური კია, მაგრამ არა უშავს ეთკვირას როგორმე გაუძლებ. ალფრედ პოღოსოვი ავლაბარში გაზრდილი კაცია. სანამ ქვეყანა ერეოდა, მალიერად მუშაობდა და ბედსაც არ უჩიოდა. დრო რომ შეიცვალა და მდგომარეობა გაუარესდა, კლიენტი შემოაკვდა. ალფრედმა ვაჭრობა დაიწყო. პაკისტანიდან ჩამოჰქონდა ტყავის ქურტუკები და ლილოს ბაზრობაზე ასაღებდა. მარინამ ალფრედთან ელიას მთაზე წამიყვანა. მასპინძელმა ეჭვის თვალით შემომხედა და მკითხა: ეწევი? არა. არც გეშაო? არა. ვა, მაწმინდანი ხარ? ცინიკურად ჩაეცინა. ასე დასაწყის ნამდვილად არ მოვილოდე და გავშტერდი. მარინა ამას მიხვდა და ჩვენ საუბარში ჩაერია. ტყუილად ნერვიულობ ალფრედ, კარგი ბიჭია. მოგზაურობა უყვარს, თან კომერციასაც უთავსებს. რავი მარინაჯან, აქ ყველა კარგია, იქ რო ჩადიან, აკლიმატიზაცია მოქმედებს და პრობლემებს მიქმნია. შენ ჩემი არ გჯერა? ეწყინა მარინას და კარისკენ გაიხედა. როგორ ამჯერა მარინაჯან, უბრალოდ 1-2 სიტყვა ჩემთვისა ვთქვიო. რომ მოვილაპარაკეთ, ალფრედამ გამაფრთხილა. 2 დიდ ჩანთაზე მეტი არ წამოიღო და რაც შეიძლება უბრალოდ ანსაცმელად ჩაეცვი. ძვირფასი და მდიდრული ჩაცმულობა პაკისტანში ზედმეტიაო. სახელმწიფო პაკისტანის წარსული ძირეულად განსხვავდება სხვა ქვეყნების ისტორიისგან. ეს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არა ეროვნულ, არამედ რელიგიურ საფუძველზე შეიქმნა. 1947 წლამდე პაკისტანის ტერიტორია ინდოეთს ეკუთვნოდა. როგორც ცნობილია, ინდოეთის საუკუნეების განმავლობაში თავგანწირი ებრძოდა ჩილოეთ დამპყრობლებს, ირანელებს, არაბებს და ავღანელებს. მათ ხშირად ჩაუგდიათ ხელში დღევანდელი პაკისტანის ტერიტორია, სადაც ძალით ავრცელებდნენ ისლამს. იმ დროსაც კი, როდესაც ინდოეთი ამ ტერიტორიებს იბრუნებდა და ხოლმე მოსახლეობა არ მისდევდა, ინდოეთში გავრცელებულ სარწმუნოებას ინდოეთიც დიდ წინააღმდეგობას არ უწევდა ისლამს და ასე გაჩნდნენ მუსლიმანი ინდოელები, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. ინდოელი მუსულმანების სულიერ მამად მუჰმად აჰმად ხანი ითვლება, რომელმაც საკუთარი თავი ალლაჰის ჩვეულად გამოაცხადა და ენერგიულად დაეწყო ყურანის იდეების გავრცელება. მან თავისი მოღვაწეობა მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. აჰმად ხანი მდიდარი ფეოდალების შთამომავალი იყო და დიდად არ გასჭირვებია უამრავი მეჩეთის აშენება და მუსლიმანური გაერთიანებების ჩამოყალიბება. მასვე ეკუთვნოდა ინდოეთისგან დამოუკიდებელი მუსლიმანური სახელმწიფოს შექმნის იდეა. ჩრდილოეთ ინდოეთის მუსლიმანური მოსახლეობა 100 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცადა ძალისმიერი გზით გამოყოფოდა ინდოეთს, მაგრამ ვერ მოახერხა. 1947 წელს ინგლისელი კოლონიზატორების დახმარებით ბოლოს და ბოლოს ამ მიზანს მიაღწია. შეიქმნა ახალი სახელმწიფო პაკისტანი, რომლის პირველ პრეზიდენტად აბდულ გაფარ ხანი გამოცხადდა. ქვეყნის ლიდერებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ შვიდ აყვავებულ ქვეყანას ააშენებდნენ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ. ჯერ ერთი დროდადრო პაკისტანსა და ინდოეთს შორის ომი ჩაღდებოდა. მეორე პაკისტანი დღემდე განვითარების დაბალი დონის ქვეყნად დარჩა, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია მრეწველობა. ამის გამო თავიდანვე ხშირი იყო სოციალური დაუცველი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლა, რომელიც ზოგჯერ ნამდვილ ომშიც გადასდილა. პაკისტანი საკუთარი მოსახლეობის გამოკვლევას ვერ ახერხებს და იძულებულია სისტემატურად მიიღოს დასავლეთის დახმარება. გარდა ამისა, ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო გადატრიალება მომხდარა, რაც ბუნებრივია, ყოველთვის ხალხის კისერზე გადადის. აქვე უნდა აღინიშნოს ყველაზე პარადოქსული ფაქტი: პაკისტანი რიგით მერვე სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც ატომური ბომბი აქვს. ჰაიდარაბადი ალფრედამ პაკისტანში თავისი ძმისშვილი სერგო წამოიყვანა, რომელიც 22 წლის ბიჭის კვალობაზე საკმაოდ ნაღვლიანი ჩანდა. რაც ხვიპირი ჩამოგტირეს, სერგო, ფრენის ხომ არ გეშინია? ვკითხე, თვითნავში რო ჩავსხედით. არა, უბრალოდ ყელში ამოვიდა ეს პაკისტანი. ჩვენი ოჯახის წევრებიდან არავინ მიყვება ხოლმე და სულ მე დამატარებს. ერთ სული მაქვს, როდის დავბრუნდები თბილისში, მიპასუხა სერგო. პაკისტანის საპორტო ქალაქი ყარაჩი თეირანის გავლით ჩავედით. აუტანელი სიცხე იყო და ოფლი წურწური ჩამოგდიოდა. ტემპერატურა 55 გრადუსს აღწევდა. გამოვიხედეთ და შევამჩნიე, რომ ჩვენ გარდა ფეხსაცმელი არავის ეცვა. ვიფიქრე მეც ფეხშველი ვივლი მეთქი, მაგრამ დავდგი თუ არა ფეხი,
ხრეშიან მიწაზე მივხვდი 2 წუთსაც ვერ გავძლებდი. ფეხის ტერფები დამეხრუკებოდა. ჰე ჰარიფო, თავი იოგა ხომ არ გონია? გამაშაყინა ალფრედა. აქ ყველაფერს თავისი მუღამი აქვს. შენებურად არაფერი გააკეთო. კითხე და გასწავლი. როგორ უნდა მოიქცი? ახლა წამო ტაპოჩკები ვიყიდო, თორემ ფეხსაც მეში ფეხი ჩაგვიხურდება. ყარაჩი დიდი ქალაქია, მაგრამ იქ 1 საათიც არ გავჩერებულად. ავტობუსით პირდაპირ ქვეყნის სიღრმეში, ქალაქ ჰაიდარაბადისკენ გავწიეთ. საერთოდ პაკისტანის ქალაქებს თითქმის არაფერი აქვს საერთო ქალაქზე ჩვენს წარმოდგენასთან. ისინი ძალიან გავს დიდ სოფლებს, განსხვავება მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობაშია. 2 სართულიანზე მაღალი შენობა იშვიათად მინახავს. ამასთან სწორედ ამ ქვეყანაშია მთელ სოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქები. სიღარიბე ყოველ ნაბიჯზე გეჩერება თვალში. ჩვეულებრივ ერთ პატარა ოთახში 10-12 ადამიანი ცხოვრობს. ასფალტს ვერსად ნახავ და ირგვლივ მუდამ მტვრის ბუღი დგას. წყალი ქვეყანაში დიდ დეფიციტს წარმოადგენს და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაუბანელი დადის. ამის გამო ქოლერა, დიზენტერია და შავი ჭირი ჩვეულებრივი მოვლენად არის ქცეული, ხოლო ტილებსა და რწყილებს არავინ აქცევს ყურადღებას. ალფრედ, ესა ჩამომიყვანე, კაცო, ვერ დავფარი უკმაყოფილება. ვინ გეხვეწებოდა, დაჩენი იყავი თბილისში ტურისტო. შემომიფხვირა ალფრედთან და ირონიულად ჩაიღება. შეეშვი ასეთ რაღაცებს მივეუბნები, თორემ გაგიჟდება, გამაფრთხილას სერგო. არა, ვერ გამიგია ასეთ ქვეყანაში რა ქურთუკები უნდა შეკერო. ჩვენმა ხალხმა რომ ჩაიცვას. არ ვეშებოდი მე. 7 წელია ქურთუკების ბიზნესში ვარ. აქაური ტყავი აჯერ თუ არ ჯობდეს თურქულს, თავი მომჭერი. თანაც აქ ფასებიც მიზერნია. პასუხის ღისაც ჩამთვალა ალფრედა. მე ტილებს რას უშვები, გახმრებად ცადე. შენ ძმაო თუ მეღადავები, მისა მათი შექსლია, თუ არა და თავი დამანებ. ალფრედამ ხელი ჩაიქნია და სასტუმროსკენ მიმოვა გზას გაუყვა. მე და სერგო სიცილისგან ვიგუდებოდით. ესეც თქვენი ნომერი, იცხოვრეთ რამდენ ხანსაც გენებოთ. სასტუმროს მეპატრონე იბრაჰიმი გულღიად გვიღიმოდა. დიდი მადლობა იბრაჰიმ, ხვალ კიდე ჩვენ რო ვიცით, პატივისცემა ჩემზეა. თქვა ალფრედამ და ხელი ჩამოვართვა მასპინძეს. იბრაჰიმის სიამოვნებისაგან დაიღიჯა, ნახევარზე მეტი კვილი ოქროსი ჰქონდა და დაგტოვა. სიცხისგან მოთენთილი და მგზავრობისგან დაქანცული ვიყავი. ერთი სული მქონდა შხაპს როდის მივიღებდი და მერე ცოტა წაუძინებდი. ოთახს თვალი მოვავლე, მაგრამ საწოლი ვერ აღმოვაჩინე. საწოლი სად არის? გაოცებულმა ვიკითხე. რა საწოლი, რის საწოლი? ვეღარ მივხვდი სადა ხარ, ჩემზე მეტად ალფრედას გაუკვირდა. აბა, სად უნდა დავიძინო? პოლზე. ვა, მთელ პაკისტანს იატაკზე თუ ძინავ, შენ რა წითელი კოჭი ხარ? ახლა ბევრი არ მალაპარაკო, ისედაც დაღლილი ვარ, უნდა დავიძინო. ეგ კუთხეში ლეიბია, აიღე და წამოგორდი. მითხრა ალფრედამ და თვითონ სხვა კუთხეში წამოწვა. ალფრედ, საშხაპე სად არის? ინჩხაბა, არა, ეს რა მაზალო ტიპია, ძმაო, პაკისტანში ხარ, ევროპაში კი არა. დამიწყო მორალის კითხვა. ინჩხაბა რას გიჩვენებ ახლა, ხომ არ გინდა ტიკივით გაგვერო? ავარდი. ვის უბედავ, შენ ხელა შვილი მყავს. სიბრალისგან გაწითდა ალფრედა. აბა, რა გამიჭირე საქმე, ამიხსენე ბოლოს და ბოლოს აქაური სიტუაცია აღარ შეგაწუხებ, შევარბილე ტონი. ბოლოს და ბოლოს ორივე დავშოშმინდი და ყველაფერი მშვიდობიან დამთავრდა. პაკისტანი იმდენად ღარიბი ქვეყანაა, რომ იშვიათია ვინმეს ავეჯი ჰქონდეს. არ სასტუმროები ამ მხრივ გამონაკლისი. ვინაიდან ქვეყანაში წყლის პრობლემაც მწვავე დგას. ბინებში საშხაპეებს არც ამონტაჟებენ. აბონოებში დიდი რიგებია. ერთი კვირის განმავლობაში რაც მე იქ ვიყავი, 3-ჯერ მომიწია აბონოში მისვლა და რიგში 3-4 საათი დავკარგე. არა და ისეთი სიცხე და მტვერია, ნორმალურ პირობებში მინიმუმ 5-ჯერ მაინც უნდა გადაევლო წყალი. ოთახში წყალი და შუქი არ ჰქონდა. სამაგეროდ განებირებული ვიყავით შინაური ცხოველებით. თაგვები და ტარაკნები ისე დაქრონენ, თითქოს მათთვის საგანგებო იპოდრომი იყო მოწყობილი. როცა სასტუმროს მეპატრონე შევჩირე, მღრღნელებს შეგვაწუხეს მეთქი. მან თავისი ოქროს კბილები გამოაჩინა და დამამშვიდა. მადლობა თქვი, მორელები რომ არ არიანო. საჭმელი სასტუმროში მოჰქონდათ. არავითარი კოვზი და ჩანგალი. იქ ყველა ხელი ჭამს. გადავწყვიტე ჩანგალი მეყიდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიშოვე. ალფრედას წამოღებული ჰქონდა ერთი თავისთვის და რიგრიგობით სარგებლობდით. პაკისტანელებს ხიმიანი და ცხარე კერძები უყვართ, რაც ხშირად გაწურებს, მაგრამ იქ საზისხარე წყალია და ძირითადად წვენებს ვავდით. ბიზნესი და ქალაქი.
ჩასვლიდან მეორე დილით იბრაჰიმის ორმა ნაცნობმა ქურთუკების საამქროს მეპატრონეებმა თავიანთ სამკერვალოში წაგვიყვანეს. აფრე და მართალი აღმოჩნდა, ტყავი ნამდვილად ნატურალური იყო და ქურთუკები საკმაოდ ხარისხიანი გამოდიოდა. მუშახელი პაკისტანში ძალიან იაფია, ამიტომ ნაწარმიც არ არის ძვირი. შედარებითvis ევროპაში ასეთივე ხარისხის ქურთულში 20-ჯერ მეტი უნდა გადაიხადო. კმაყოფილებმა საჭირო რაოდენობა შეუკვეთეთ და სასტუმროსკენ გავეშურეთ. რა კარგი ქურთუკებია, ალფრედ, უფრო მეტი რატომ არ შეუკვეთე, ვიკითხე გზაში. ბევრი რო წამოგვიღო, კარგი იქნებოდა, მაგრამ ვერ შევძლეთ, პრობლემები შეგვექნება. რა პრობლემები? დავინტერესდი. აფრედას ახსოვდა ჩვენ შორის წინა ღამეს მომხდარი შელაპარაკება და მოთმინებით ამიხსნა. ტრანსპორტირებას ვერ შევძლებთ. აქ სერვიზი არ არის, რასაც შეიძენ შენ თვითონ უნდა ათრიო. იმიტომაც გითხარე, მარტო 2 ჩანთა წამოიღე მეთქი. თან ამ ჩანთებს სულ უნდა უყურო, თორემ ისე აქ წაპნიან, ვერც გაიგებ. მაგარი ქურდობაა? საკმაოდ. მართალია მუსლიმანურ სამყაროში ქურდობა სასტიკად იჯება, მაგრამ შეხედე რა დღეშია ხალხი, სიღარიბე რას არ გააკეთებინებს კაცს. ქურთუკში 3-4 დღეში იქნებოდა მზად. დრო საკმაოდ ბევრი მქონდა, ქალაქი რო დამეთვალიერებინა. სერგო, წამო გავისენოთ, არ მოგბეს და სახში ჯდომა. ყოველ დილით ასე იწყებოდა ჩვენი დიალოგი. ოღონდ მაგას მომთხოვდა, რასაც გინდა იმად გავაკეთებ. სერგო წიგნი ქონდა წამოღებული და კითხულობდა. ჭირის დღესავით ეჯავრებოდა ქალაქში სიარული. მეც არ მსიამოვნებდა პაპანაკებაში დაბინძურებულ ქუჩებში ბორიალი, მაგრამ ინტერესიც არ მასვენებდა. თან ფიქრობდი, ვინ იცის კიდევ როდის მოხდებოდი ჰაიდარაბადში მეთქი. დღისით ქალაქი უკაცრიელი იყო. იქ მოძრაობა მხოლოდ დილის და საღამოს საათებშია. მთავარი სატრანსპორტო საშუალებები ავტობუსი და რიქშაა. მოძრაობას არავინ აწესრიგებს და ქუჩებში სრული ქაოსია. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცის, ინგლისურად მაინც გაგაგებინებენ რაღაცას. განსაკუთრებით მათხოვრები აქტიურობენ, რომელსაც ყველა კუთხეში გადაეყრებენ. მათხოვრობა პაკისტანში საკმაოდ სერიოზული პროფესიონალური დონემდეა აყვანილი. ამ საქმით დაკავებული ადამიანები გადასახადსაც კი იხდიან სამუშაო ადგილებისთვის და გაერთიანებებსაც ქმნიან, რომლის შემოსავლები ზოგიერთ მაღალჩინოსნის ჯიბეში მიდის. ქალაქის ყველაზე ცოცხალი ადგილი ბაზარია. იქ ყველაფერი იყიდება. მთავარია გქონდეს ფული, რომელიც მოსახლეობას ფაქტიურად არ აქვს. ამის გამო ყველაფერი ძალიან იაფია, მაგრამ ხალხი მაინც თითქმის ვერაფერს ყიდულობს. ბაზარი ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო ადგილიც არის. ბევრი პაკისტანელი არა იმდენად რამის აყიდად, არამედ მხოლოდ ახალი ამბების გასაგებად მიდის. იქვე თეატრალური სანახაობაც იმართება. ჩვენთვის განსაკუთრებით უჩვეულო და ამაღელვებელი იყო გველების მომთვინელებელთა წარმოდგენები და ცირკის მსახიობთა გამოსვლები. ჯოჯოხეთი თუ 64. მიუხედავად უკიდურესი სიღარიბისა, პაკისტანში ფეშენებელურ შენობებსაც ნახავთ. ჩემს კითხვაზე, ვინ არიან უმდიდრესი სახლების პატრონები? სტანდარტული პასუხს ვიღებდი. ეს მილიციის უფროსისა, ეს კიდევ მოსამართის და ასე შემდეგ. ყველა ამგვარ სახლს იმხელა ღობი არტყია გარს, რომ მასზე დახარჯული აგურებისგან კიდევ რამდენიმე სახლი აიგებოდა. სახლსა და ღობეს შეიარაღებული ჯარისკაცები ყარაულობენ. პაკისტანში დაცვაში მუშაობა პრესტიჟური და საამაყოა, ვინაიდან სტაბილური შემოსავლის გარანტიას იძლევა. პაკისტანელი ბიჭები ადრეული ასაკიდან ოცნებობენ და ემზადებიან იმისთვის, რომ სახელმწიფო სამხედრო სამსახურში ჩადგნენ. მშობლებიც ყოველნაირად უწყობენ ხელს ამ მიზნის მისაღწევად, ვინაიდან ეს შიმშილობისგან თავის დასაღწევი ერთადერთი საშუალება გახლავთ. ვისაც ბედი არა გაუღიმებს და ჯარში ვერ მოხვდება, ცდილობს მეზობელ ქვეყანაში წავიდეს და საომარ ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა. ფულიშონის ერთ-ერთი ყველაზე ნაღდი საშუალება ნარკოტიკების რეალიზაციაა. მართალია სახელმწიფო დეკლარაციურად ებრძვის ნარკოტიკებს, მაგრამ პრაქტიკულად მის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს. ამ ბიზნესს ყოველი მეხუთე მოქალაქე მისდევს და ასე თუ ისე ოჯახს არჩენს. ყველა მიცის, რომ ნარკოტიკები დამღუპელია, მაგრამ რა ქნა, ჭამა ხომ უნდათ. ბოლოს ამ დღეებმაც გაერბინა. მშვენიერი ქურთუკები შეგვიკერეს და სამშობლოსკენ გამოვემგზავრეთ. თბილისში რო ჩამოვედი და მშობლიური სახე გადავხედე, უმარ გავიფიქე, რა ბედნიერი ვარ საქართველოში რომ დავიბადე. მშვენიერი როზმერი შუნგი. გამონათქვამი მადა ჭამაში მოდის, სწორედ რომ ჩემზეა მორგებული.
კომერციული საქმიანობაში მოგებაზე მეტად მოგზაურობა მიზიდავს და რაც უფრო მეტ ქვეყანაში მიწევს ჩასვლა, მით უფრო მეტი ახალი ადგილის მონახულებას ვესწრაფ. ირანსა და პაკისტანში მოგზაურობის შემდეგ ისევ ჩემ მეგობარს მარინას მივადექი და ვკითხე, ჩინეთი როდის მივდივართ მეთქი? პაკისტანში ალფრედა კინაღამცემე და ახლა გინდა მე გამიშრო სისხლი? გამიხსენა ძველი ცოდვები. შენ თუ ჩემსა და ალფრედას შორის მტყუარ მართას ვერ არჩევ, ჯობს აწი საქმეებს ცალ-ცალკე მივხედოთ, ვიწყინე, ნუ გეშინია გაგეხმნე. დამამშვიდა მარინამ და დაზინა, ჩინეთში კი მინდა წასვა, მაგრამ ტურისტულმა ფირმამ მგზავრობა გააძვირა და არ ვიცი რა ვქნა. იქნებ მოსკოვის გავლი წავიდეთ, იცმა კაცები მყავს, ყველაფერს დავაზუსტებ და შეგატყობინებ. ვოა გამახსენდა, ვისთანაც ერთად კორეაში ვიყავი. მართლაც მოსკოვიდან გამგზავრება ბევრად იაფიჩდებოდა და ერთ კვირაში მე და მარინა რამდენიმე ქართველ და რუს კომერსანტთან ერთად უკვე ცხელ-ყავას მივირთმევდით ჩინეთში მიმავალ თვითმფრინავში. ამჯერად ჯგუფში ვოვა არ გამოაყოლეს. ჩემ თხოვნაზე წამოსულიყო, ასე მიპასუხა. ძალიან დაკავებული ვარ. სამაგერად ისეთ ჯგუფხელი მოყვებათ, რომ ყმუვისაც კი დაეწყე. ამ სიტყვებზე გვერდით ოთახში გამიყვანა, სადაც ჩინელი მანდილოსანი გამაცნო. ქალის სილამაზეს ყოველთვის ვაფასებდი, მაგრამ როზმერი შუნგის მშვენიერებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კარგა ხანს უყურებდი გაუგნებული. შორეული წარსულიდან დღევანდელამდე. დღევანდელი ჩინეთის ტერიტორია რამდენიმე 1000 წლის წინაც იყო დასახლებული. მდინარე ხუანხეს ნაპირებზე იღებს სათავეს ჩინური სახელმწიფო, რომელმაც ჩრდილოეთით მდინარე ამურამდე მიაღწია. აღმოსავლეთით მთელი სანაპირო დაიკავა და დასავლეთ ცენტრალური აზიის სტეპამდე გაიჭიმა. ჩინელები იმ ხალხთა რიგს მიეკუთვნებიან, ვისაც უხსოვარი დროიდანვე მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. 4000 წლის წინათაც კი იქ უკვე რამდენიმე უდიდესი ქალაქი არსებობდა, სადაც ამუშავებდნენ ხეს, ქვას, რკინასა და ფაიფურს. ჩინეთში მიაგნეს ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვების უნიკალურ მეთოდს. ამ ქვეყანამ შეძინა კაცობრიობას კომპასი, ჯოგრიტი, გაღალდი, აბრეშუმი, დენთი. სწორედ ჩინეთში დაიბეჭდა მსოფლიოში პირველი წიგნი, რომელიც 868 წელს გამოვიდა და ახლა პეკინის ხელოვნების მუზეუმში ინახება, ხოლო 900-იან წლებიდან ქვეყანაში გაზეთის გამოშვება დაიწყეს. პირველ ჩინურ გაზეთს ძინბაო ქვეყნის ამბავი ერქვა. ბეჭდვის ხელოვნება ჩინეთიდან ჯერ აზიის სხვა ქვეყნებში, ხოლო შემდეგ ევროპაში გავრცელდა. მეცნიერებისა და კულტურის განვითარების შედეგად ჩინეთმა კაცობრიობას უამრავი უნიკალური ძეგლი აჩუქა. მათ შორის სრულიად გამორჩეული ადგილი უჭირავს დიდ ჩინურ კედელს, რომლის სიგრძე 6000 კილომეტრს აღწევს. ჩინეთის სიმდიდრე ბევრ მომთაბარე ტომს იზიდავდა, რაც გაუთავებელი ომების მიზეზი ხდებოდა. ყველაზე დიდი ზარალი ქვეყანას მონღოლებმა დამპყრობლებმა მიაყენეს. ჩინგის ყაენმა თითქმის მთელი ჩინეთი დაიპყრო და მასზე 200 წლიანი ბატონობას დაუდო სათავე. ამ 200 წლის მანძილზე მონღოლებმა თითქმის ყველაფერი დაანგრიეს და მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამოჟუჟეს. მე-19 საუკუნეში ჩინეთი დიდი ბრიტანეთისას და აშშ-ს განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მოექცა. თუ საუკუნის დასაწყისში ინგლისი ეკონომიკური ბერკეტებით მოქმედებდა, ბოლოს უკვე აშკარა სამხედრო ძალით დაუპირისპირდა ჩინეთს, რაც სასტიკ შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. 1940 წლიდან ჩინელმა კომუნისტებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის დახმარებით ინგლისელთა განდევნა შეძლეს და სოციალიზმის შენებლობა დაიწყეს. დღეს ჩინეთში კომუნისტური კაპიტალიზმია. ჩუნცინი. ყოველი დილით ადრე ჯგუფის წევრები ვიკრიფებოდით და ქალაქის სავაჭრო ობიექტების საწყობებში მივდიოდით. უკეთით სასულე ტანსაცმელს, ფუთავდით და გასაგზავნად ვამზადებდით. ამ პროცესს დიდი ენერგია მიჰქონდა და საღამოსთვის ყველას ერთი სული ჰქონდა, როგორმე სასტუმროს ნომრად მიეღწია და დაესვენა. გამონაკლისი მე ვიყავი. დასვენების ნაცვლად როზმერისთან ერთად ქალაქის დასათვალიერებლად დავდიოდი. რა არის ბიჭო, რაც გიგავს თვალები? ცოლი მაინც არ ყავდეს სახლში, მითხრა დღეს მარინა. რეებს უბერავ, გაგიჟდი მარინა? უბრალოდ ქალაქს მათვალიერებინებს. აღშფოთი მის ნათქვამს. რაღა მაგ როზმერისთან დადიხარ, სხვა ვერავინ ნახე, დამიწუნა არჩევანი.
ჩინური თქვენ არიცით და შმოტკების გარდა არაფერი გაინტერესებთ, თანაც ოთახიდან ვერ გაყოფინეთ ცხვირი. საქმეს არ გიპუჩებ და რას მსაყვედურობ? არა, უბრალოდ შემეცოდე, გადაიღლე ზრუნველობა გამოიჩინა მარინა და კითხვაც მოაყოლა. მაინც რას ათვალიერეთ ამისთანაც? ღამის 3 საათამდე რომ არ მოდიხართ. კაცმა მოინდომა და აქ იმდენი რამეა სანახე მთელი ცხოვრება არ გეყოფა. როზმერის მამა ჩინელი ჰყავდა, დედა რუსი. ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და ორივე ქვეყანაში თავისუფლად მიმოდიოდა. საკმაოდ ერუდირებული და განათლებული გოგონა იყო. ტურისტულ ბიუროში მუშაობდა და ბევრი ქვეყანა ჰქონდა შემოვლილი. საერთო ინტერესები გამოვნახე. ყოველ დიდ ქალაქს განუმეორებელი ხიბლი აქვს. ჩინელები თავიანთ ქალაქებზე ასე ამბობენ: თუ არ მოხვდი პეკინში, ვერ მიხვდები რომ ცუდი თანამდებობა გაქვს. თუ ვერ მიაღწია ხაენამდე, ვერ შეიტყობ რომ ჯანმრთელობა არ გივარგა. თუ არ ეწვია შანხაის, ვერ გაიგებ რომ სულელი ხარ. თუ არ ჩახვედი გუანჯოუში, ვერ იგრძნობ უფულობას. დაბრუნდ თუ ჩუნჩინში არ ყოფიხარ, ვერ მიხვდები რომ მზის ამოსვლა უნდა გიხაროდეს. ქალაქი ჩუნცინი მდინარე იანცის ნაპირზე მდებარეობს. ეს ყველაზე ღრუბლიანი ქალაქია მსოფლიოში. თუ ლონდონში წელიწადში 96 დღე ღრუბლიანია, ჩუნცინში ეს ციფრი 166 დღეს აღწევს. ამბობენ იქ ზამთარში დაბადებული ეკვი მხოლოდ 3 თვის შემდეგ ნახულობს პირველად მზესო. ამიტომ უყევს გამოდმებით, რადგან არ იცის რა საშიშროება უქადისო. ოფიციალური მონაცემებით ქალაქში 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არაოფიციალურით 30 მილიონი. იგი მეხიკოს შემდეგ მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქია მსოფლიოში. არავინ იცის რატომ მოგროვდა იქ ამდენი ადამიანი, მაგრამ ფაქტია, ჩუნცინი ორმაგი წარმატებების ქალაქს ნიშნავს. ეჩვეულებრივი თანამედროვე ქალაქია, სადაც მრავლად არის ცათამბჯენები, ფართო ავტომაგისტრალებითა და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით. იქ ვერავის გააკვირვებ. მოძრაობა ძალზე ინტენსიურია და სხვა ჩინური ქალაქებისათვის ჩვეული ველოსიპედებს იქ ვერ ნახავთ. ჩუნცინი ხმაურიანი ქალაქია. მისი მკვიდრი იწუნებიან, აქ უფრო მეტი ხმაურია, ვიდრე თვით ნიუ-იორკშიო. ჩინელებს ეს ძალიან მოსწონთ. ისინი ხშირად ამბობენ, როდესაც გარშემო ხმაურია, სული სიმშვიდეს გრძნობ, ვინაიდან გარშემო ბევრი ხალხია და საშიშროება არ გემუქრება, ხოლო როცა ხმაური არ არის, ესე იგი უბედურება უნდა ელოდო. ჩინელები ფაქტიურად ყველგან ვაჭრობენ. შევაჭრება მაღაზიაშიც ხდება. მართალია საქონლის ფასი განსაზღვრულია, მაგრამ შეგიძლია დააკლებინო. თავარია არ მოგერიდოს. ერთხელ როზმერიმ გამიკვირვა. ბავშვი შარული მოეწონა და ფასი იკითხა. გამყიდვებმა 50 იუანი დაუფასა. როზმერიმ თვალის დაუხამხამებლად 10 იუანი შესთავაზა. ვერ წარმომიდგინა თუ ასეთი შევაჭრების აზრი ექნებოდა, მაგრამ ბოლოს გამყიდველი 5 იუანზე დათანხმდა. გაგონილი მქონდა ამ ქვეყანაში ჯიბგირი ბლომად არისო, მაგრამ ამდენი სიარულის მიუხედავად ისინი არსად შემიმჩნევია. ქალებსაც შვიდად შეუძლიათ ისეენონ. შებმას არავინ დაუწყებს და მით უმეტეს შეურაცხყოფას არ მოიაყენებს. ჩინელი მამაკაცები ოდითგანვე მორიდებულებით გამოირჩეოდნენ. საინტერესოა, რომ საქმიან ქალს, განსაკუთრებით მას, ვისაც ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია, მეტსახელად ცისის ეძახიან. ცისი ჩინეთის იმპერატორის ქვრივი იყო, რომლის 40 წლიანი ბატონობის განმავლობაში ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ შეძლო მისთვის ქვეყნის მართვის სადავეების წართმევა. ჩინელები ერთი საინტერესო თვისებებითაც გამოირჩევიან. თუ რაიმე კონფლიქტურ სიტუაციაში ესწრებიან, ნებისმიერ საქმეს ავიწყდება და თვალყურს ადევნებენ, თუმცა არასდროს არ ერევიან. საერთოდ შვიდი ხალხია, იშვიათად იჩენენ აგრესიულობას და წამოჭრილ პრობლემებსაც შვიდად წყვეტენ ხოლმე. იმ იშვიათ შემთხვევაში, თუ ორ ჩინელს შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, ისინი სამუდამოდ ტყეებად დარჩებიან. აქედან გამომდინარე, პირდაპირ არ ეჯახებიან ერთმანეთს და საქმესაც დიდხანს არჩევენ ხოლმე. მახსოვს ერთხელ დილით საავტომობილო ავარია შევესწარ და საღამოს იმავე ადგილას რომ გავიარე, საქმის გარჩევა ისევ გრძელდებოდა. რას არ გაიგებ და ნახავ კაცი ჩინეთში. კუ ჩინელებისთვის ბედნიერების სიმბოლოა. კუს გამოსახულებას განცალკევებით იშვიათად ნახავ. ჩვეულებრივი წყვილი ამ მთელი ჯგუფი გამოგეცხადება. ჩინელი ორზე ნაკლებ კუს არაფრით არ იყიდის, რადგან მან იცის,
რამდენ კუსად შეიძენს, იმდენი ბედნიერება მიუკაკუნებს კარზე. კუსადმი მიწით მოწიწების მიუხედავად, მისგან მომზადებული კერძი ყველაზე სასურველია ჩინელისთვის. კუს ხარშავენ, სწრაფად საამისოდ 5-6 წუთია საკმარისი. მისი ხორცი ზოგს გველისას აგონებს, ზოგს კი ქათმისას. ჩინელები ამბობენ, რომ ის ბევრად უკეთესად მოქმედებს ვიდრე ვიაგრა. რა არის როზმერი? კაცები სუსტები ყავთ, ამიტომ მიითმევენ რამდენ კუს ხორცს გავიხუმრე ერთხელ ჩემ მეგზურს. ეგ რა არის? შენ ახალ დაქორწინებული ჩინელი უნდა ნახო, უზარმაზარი ქვაბები უდგათ. ესმარლურად გამიღიმა როზმერი. ახლა კი მივხვდი, რატომ არიან ჩინელები მსოფლიოში ყველაზე მეტნი, ორივეს გულიანად გაგვეცინა. ჩინეთზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი აუვაროთ საყოველთაო ცნობილ ჩინურ მედიცინას. ჩვენი აფთიაქებისგან განსხვავებით, იქაური აფთიაქი მინი ბოტანიკურ ბაღს უფრო მოგაგონებს. დახლები მცენარეულითა და ათასნაირი ფესვებით არის სავსე. ჩინელები ქიმიურ აბებზე მეტად ბუნებრივ საშუალებებს ენდობიან. აფთიაქებში უეჭველად მოჰკრათ თვალს გამხმარ ხოჭოებს, გველებს და სხვადასხვა ცხოველის ტყავს. ყველაფერს ამას თავისი დანიშნულება ჰქონია. აკაკი ისეთი რაღაცას გიჩვენებ, რომ ჩინეთი სამუდაოდ დაგამახსოვრდება. მითხრა ერთ დღეს როზმერი. მაინც რა არის ასეთი? ჰილერები გაგიგონია? კილერი? როგორ არა? კილერი კი არა, ჰილერი. ეს არის ადამიანი, რომელიც უდანოდ აკეთებს ოპერაციებს. ამიხსნა როზმერი. უამრავი კითხვა გამიჩნდა. როზმერი თქვა, მოსმენის ნანახის ჯობსო და ისეთ რამის სანახავად წამიყვანა, ფოტოაპარატი რო არ მქონდა, მის უტყუარობაში ჩვენში არავინ დაიჯერებდა. ექიმებისგან განსხვავებით, ჰილერები რთული ქირურგიული ოპერაციების დროს დანასა და ნარკოს არ იყენებენ. ოპერაციებს პირდაპირ ნათესავებისა და მაყურებლების თვალწინ აკეთებენ. ერთ ასეთ ოპერაციას მე დავესწარი და გაუგნებული დავჭი. სულ 15-ოდე მაყურებელი ვიყავით. საოპერაციო ოთახსა და ჩვენ შორის მინის კედელი იყო, რაც იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ ყველაფერი მკაფიოდ დაგვენახა. იმ დღეს 4 ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. მე და როზმერის მარტო ერთზეც დასწრების ნება დაგვდეს, ვინაიდან სხვა პაციენტებს ბევრი ნათესავი ჰყავდათ, თანაც არ უნდოდათ, რომ უცხოებით დასწრებოდნენ. ოპერაციას ჰილერი დახმარებასთან ერთად ასრულებდა. საოპერაციო მაგიდაზე ახალგაზრდა ქალი დააწვინეს, ხელში ხიჯვარი დააჭერინეს, რამდენიმე სიტყვა უთხრეს და საქმე შეუდგნენ. ჰილერმა თითებით დააჭირა მუცელზე, უმარს სისხლმა ამოხეთქა. ჰილერის მუშტმა პაციენტის მუცელში შეაღწია და მუცლიდან პატარ-პატარა ხორცის ნაჭრების ამოღება დაიწყო. რამდენადაც და შემზარავი იყო სანახაობა, იმდენად დიდი ინტერესი იწვევდა, ასე რომ ბოლომდე მედგრად გაუძელე. ყველაზე საინტერესო კი ის გახდათ, რომ წოლიარი ავადმყოფი სრულიად ხიზლად იყო, შვიდად აკვირდებოდა მთელ ამ პროცესს. ჰილერებს ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავთ და მკურნალობა ძვირი ჯდება. ისინი თავიანთი ხელოვნების საიდუმლოებებს არ ამჟავნებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ხალხი ენდობა და ჩვეულებრივ ექიმთან მისვლას მათთან მკურნალობას ამჯობინებს. ყველაფერი ამის იმდენად მჯეროდა, რომ მაშინ ალბათ ვერავინ შემაცვლევინებდა ას. მოგვიანებით კი შევიტყვე ჰილერების გახმაურებული აფერების შესახებ, მაგრამ რა დროს, კიდევ კარგი, ვინმე ჩემიანი არ გავაგზავნე მათთან საოპერაციოდ. სხვათა შორის, როცა მარინას ნანახის შესახებ მოუყევი, არ დამიჯერა. იმდენად გაგაბრიყვა იმ შემაჩინებამ ზეთო ნახავმა, რომ ფოკუსნიკები ექიმებისგან ვერ გაგირჩევიაო. მოკლედ, ძალიან საინტერესო ქვეყანაა ჩინეთი, ამიტომ თუ წასვლის შანსი გაგიჩნდებათ, აუცილებლად გამოიყენეთ. დაწუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩებით. ჩემს სამოგზაურო რუკაზე ბულგარეთიც გამოჩნდა. 1998 წლის შუა ზაფხულში თბილისში აუტანელი სიცხე იდგა და ქალაქი ნახევრად დაცარელებული იყო. ბიზნესშიც მაინდა-მაინც არ მილხინდა და ოჯახთან ერთად სოფელში წასასვლელად რომ ვემზადებოდი, დამირეკა ჩემმა მეგობარმა, ნუგზარ ლოლუამ, რომელსაც ნახმარი მანქანებით ჩამოჰყავდა საზღვარეთიდან. კაკო, საქმე გამოჩნდა. მარშრუტი შეკვეთა, უნდა ჩამოვიყვანოთ. რამდენი მანქანა უნდა? დავინტერესდი. ერთი. მერე ერთი ჩამოყვანილ, ორი კაცი რა თქონდა, წადი და ჩამოიყვანე. შენს გადამკიდეს მოგზაურობის ჭია მე შემიჩნდა. იქიდან რომ წამოვართ, ბულგარეთში გავჩერდეთ.
იქაურობა შევისწავლოთ, თან ცოტა დავისვენოთ, ამაზე მაინც ხომ არ იტყვი უარს. ასეთმა წინადადებამ ნამდვილად მომხიბლა და დავთანხმდი. ქვეყანა. აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ისტორია რომის იმპერიასთან არის გაჯაჭვული. ამ მხრივ აც ბულგარეთია გამონაკლისი. ბიზანტიის იმპერიაში ბულგარული ტომებიც აღმოჩნდნენ. ბულგარელები ხშირად უჯანყდებოდნენ იმპერიას. მე-6 საუკუნეში მსხვილმა ფეოდალმა ასპარუხმა ბულგარული ტომების გაერთიანება შეძლო. რუსეთის სტეპებიდან წამოსული ავარები, ყივჩაღები, სლავური ტომები დაიხმარა და მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ბიზანტიის ჯარს. ბიზანტია დამარცხდა და ბალკანეთზე პირველი სლავური სახელმწიფო ბულგარეთი გაჩნდა, რომელიც 1018 წლამდე, ესე იგი მანამდე იარსება, სანამ ბიზანტია სასტიკი ბრძოლების შედეგად ისე დაუბრუნდა ძველ ტერიტორიებს. მე-12 საუკუნეში ბულგარეთმა მეორედ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ 200 წლის შემდეგ თურქებმა ბიზანტიის იმპერია დაამხეს და ბულგარეთიც დააჩოქეს. ქვეყანა 500 წლით ოსმალეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა. მართალია თურქებმა ბულგარელთა ნახევარზე მეც ისლამი მიაღებინეს, მაგრამ ქრისტიანული სალოცავები მთლიანად არ გაუნადგურებიათ. ბულგარელებმა თავიანთი ენისა და სარწმუნოების შენარჩუნება შეძლეს. 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთმა გაიმარჯვა და ბულგარეთი თურქებისგან გაანთავისუფლდა. ამ ისტორიულ მოვლენას ბულგარელი ერი როგორც ყველაზე დიდ დღესასწაულს ისე აღნიშნავს. 1954 წელს ბულგარეთში სოციალისტური წყობილება დამყარდა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლისა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ზღვევის შედეგად ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკად იქცა. მოგზაურის მუდმივი კითხვა. საით? მანამდე ბულგარეთში ყოფნისა სატრანზიტო გზიდან არასოდეს გადამიხვევია. გადავკვეთი თუ არა რუმინეთ-ბულგარეთის საზღვარს, დავადგებოდი ცენტრალურ ტრასას, რომელიც ქვეყანას შუაზე ყოფს და მძღოლების ენაზე რომ თქვი, თურქეთამდე ვაწვებოდი. ამჯერად მე და ნუგზას ვერ გადაგვეწყვიტა დასავლეთისკენ სოფიისკენ წავსულიყავი თუ აღმოსავლეთისკენ შავი ზღვის სანაპიროსკენ. ბულგარეთში ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი ბუნებაა. ქვეყანა ისტორიული ძეგლებითაც საკმაოდ მდიდარია. ბულგარეთმა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად ტურიზმი აირჩია, რასაც საკმაოდ წარმატებითაც ახორციელებს. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენა და შავი ზღვის სანაპიროზე უამრავი დასასვენებელი კომპლექსი ააშენა. ქვეყანაში მრავალი ევროპული ტურისტი ჩადის. ქალაქი კაზანლიკი ქვეყნის ყველა სასიცოცხლო არტერიის გადაკვეთაზეა. იგი იმითაც არის ცნობილი, რომ სწორედ კაზანლიკში უძველესი დროიდან დაიწყეს ვარდის ზეთის წარმოება, რომელსაც პარფიუმერიასა და მედიცინაში იყენებენ. კაზანლიკი პატარა ქალაქია და მთლიანად ვარდების პლანტაციებშია ჩაფრული. ნუგზარ, საით წავიდეთ? სოფიისკენ თუ ზღვისკენ? შენ საით გიჩევნია? კითხვით მიპასუხა. მე სოფიაში. მე კიდევ ზღვაზე. ნუგზარამ თვალი-თვალში გამიყარა და პაუზის შემდეგ ისე მკითხა. მაშ როგორ მოიქცეთ? სოფიაში წავიდე და ზღვაზეც უცებ მოვნახე გამოსავალი. მერე მაგისტრის დრო და ფული გეყოფა? შემკვეთს დროზე თუ არ ჩაუყვანეთ მანქანა გაგიჟდება. თანაც შენი ამბავი რო ვიცი, დაიწყებ მუზეუმებსა და გალერეებში სიარულს და ნერვებს მომიშლი. მაგას ზღვაზე წასვლა ჯობს, ცოტა ვიგულავთ და სახლისკენად დროზე წავიდეთ, მეუბნება ნუგზარი. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ნახვა ყოველთვის მაინტერესებდა, რადგან ბევრი რამს მენია მისი სილამაზის შესახებ. ნუგზარის განაწყენებაც არ მინდოდა და კამათლის გაგორება შევთავაზე. ფორტუნამ გამიღიმა და სოფიისკენ მიმოვა გზას დავატეკით. მართალია ნუგზარმა თავისი ვერ გაიტანა, მაგრამ უკმაყოფილებასაც არ გამოხატავდა. იჯდა ჩუმა თავისთვის და მისმენდა. მე კიდევ სხვადასხვა ქვეყანაში ჩემს მოგზაურობაზე უყებოდი და იმაზეც ფილოსოფოსობდი, თუ რა კარგია მოგზაურობა. ამასობაში პლოვდივში ჩავედით. ეს სიდიდით ბულგარეთის მეორე ქალაქია. ღამის 11 საათი იყო. საჭესთან ნუგზარი იჯდა. მე ძილი მომერია. უეცრად ისეთი ჭახანი გაისმა, რომ კინაღამ გული გამისხდა. რა მოხდა? ნუგზარ, რა იყო ეს? შეშინებულმა ვიკითხე.
დაგვერხა, მანქანა გაგვიფუშტა. გონი გადაცემა და კოლოფი ჩაიშალა, მიპასუხა მან. აუ, თავგადასავალი ახლა გვეწყება. მართლაც გადამცემი კოლოფი აღმოჩნდა ჩაშლილი. ძრავაკი მუშაობდა, მაგრამ რადგინდა, მანქანა არ წინ მიდიოდა, არც უკან. ქვაფენილი იყო, პირდაპირ შუა გზაზე ვიყავით გაჩერებული. მანქანას ორნი ვერ გადავაგორებდით. ქუჩაში კანტიკუნტად მოსიარულე რამდენიმე კაცს მოწყვლაში დახმარება რომ თხოვე, ჩემდა გასაკვირად ცივი უარი მივიღე. 2 საათიანი ლოდინის შემდეგ შეკეიფიანებული ახალგაზრდების ჯგუფმა გამოიარა. დაგვეხმარნენ და მანქანა გვერდზე გადავაყენეთ. სხვას ვერაფერს გავაკეთებდით. გათენებას უნდა დავლოდებოდით, რომ მანქანა ახლო მდებარე სახელოსნომდე მიგვეყვანა. აი რომ არ დამიჯერეთ, დავისაჯეთ. არ ჯობდა ზღვაზე წასულიყავით, მისაყრიდურო ნუგზარმა. იქ რა არ გაფუჭდებოდა? ზღვაზე მაინც ვიქნებოდით, პლაჟზე გავიდოდით და გულს გადავაყოლებდით. აქ კიდევ შუა ქუჩაში უნდა ვიდგე და შენ გიყურე. დიდი სატვირთო მანქანას საშუალებით, როგორც იქნა სახელოსნომდე მივაღწიეთ. ხელოსანმა გვითხრა, ნაწილს, რომელიც გატყდა, სოფიიდან გამოვიწერ და გაგიკეთებთ, მაგრამ ამას 2 დღე მაინც დასჭირდებაო, ასე რომ პლოვდიში 3 დღით გაჩერება მოგვიხდა. ვის არ შეხვდები უცხო ქალაქში. გადაცემათა კოლოფის გარემონტება იმდენად ძვირი გვიждდებოდა, რომ ვეჭობდით თბილისამდე ჩასასვლელად ფული გვეყოფოდა თუ არა. სასტუმროზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. მანქანაში გვეძინა. სახელოსნოში ღამღამობით ყარაული რჩებოდა. 70 წლის კაცი იყო, გრიგორი ერქვა. თავიდანვე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. გრიგორი ძალიან თბილად გვეპყრობოდა. თურმე საქართველოს კარგად იცნობდა და ქართველებსაც დიდ პატივს სცემდა. საღამოობით ხშირად მიქონდა არაყი და გვარიანად მოულხენდით ხოლმე ერთად. შეზარხოშებული გრიგორი სიმღერას წამოიწყებდა, მაგრამ ერთხელ განსაკუთრებით გაგვაუცა, მოულოდნელად სულიკო წაიღიღინა. ვა, ძია გრიგორ, საიდან იცით სულიკო, ვინ გასწავლად? ჩვენ სოფელში ომიანობის დროს პარტიზანებმა ეტი დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი მოიყვანეს. 6 თვე სოფელი ულიდა. ისე შეაყვარა იმ ქართველმა ყველას თავი, როცა მიდიოდა ყველა ტიროდან. რასაკეთებდა ამისთანაც, გაიოცა ნუგზარმა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე კაცი იყო. იმედიანი სიტყვით მაიცოდა, ბავშვებს სიმღერებს და ლექსებს ასწავლიდა. ომი რო დამთავრდა, ჩამოვიდა და აქ დასახლდა. ჩვენი სოფლის ქალები გიждდებოდნენ მასზე. ხშირად შევსწრები ვარ მომენტებს, როდესაც მისი გულისთვის ქალებს ერთმანეთში ხელჩართული ბრძოლას გაუმართავ. გვარი თუ გახსოვს ძია გრიგორ, როგორ არა ვახტანგ გოძელაშვილი. ახლა სად არის? 5 წელი იცხოვრა სოფელში. ქალები უყვარდა ძალიან. ამის გამო ადგილობრივ კაცებთან ხშირად მოსდიოდა უსიამოვნება. ბოლოს იძულებული გახდა წასულიყო. საწავიდა არ ვიცი, სინანული თქვა გრიგორმა. ნუგზარსაც უყვარს კარგი გოგონები, უთხარი გრიგორს და თვალი ჩაუკარი. კარგი გოგონები ვის არ უყვარს? თუნდა აქ დარჩეს და იმდენ ქალს გაიცნობს. მერე აქაურ კაცებთან პრობლემები არ იქნება. მაგანაც ქალებთან დაიჭიროს საქმე და ისინი თვითონ მიხედავენ თავიანთ კაცებს. ორაზროვნად ჩაიცინა გრიგორმა. რაო ნუგზარ, ხომ არ დარჩები? არ ვეშვებოდი მეგობარს. შენ საქმეს მიხედე და მე სად დავჭები, ეგ მე ვიცი, შემიღრინა ნუგზარმა. დღისით ქალაქში დავსეირნობდით. პლოვდიში უამრავი მეჩეთი და ქრისტიანული ეკლესიაა. ერთ-ერთ ტაძარზე ქართული წარწერებით შევნიშნეთ. როდესაც მისი ისტორიით დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ ეს ტაძარი მე-11 საუკუნეში გრიგორ ბაკურიანის ძე აუშენებია. ბულგარეთში ბევრი სხვა ძეგლიც არის, რომელიც ქართველ მოღვაწეთა სახელებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში თუ სოფლად სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები დღესაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ, რელიგიურ საფუძველზე კონფლიქტები ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. ბულგარელები მშვიდი, უპრეტენზიო და მშრომელი ხალხია. როგორც იქნა საჭირო ნაწილი ჩამოვიდა და ხელოსანმა 3 საათში გაგვიკეთდა მანქანა. მუშაობას ამთავრებდა, როცა სახელოსნოში ძველი პეჟო შემოვიდა. კაკო ნახე ქართველები. მითხრა ნუგზარმა და მართლაც მანქანაში 2 ჩვენებული კაცი დავინახე. გაგვიხარდა და გასაცნობად მივედით. გამარჯობათ, უმახიანად მიმართე ერთ-ერთს. მან უხალისოდ შემომხედა და რუსულად მომესალმა. უკაცრავად ქართველები არ ხართ? გაკვირვებით კითხე. არა, აფხაზები ვართ. კვლავ რუსულად მიპასუხა. უხერხული დუმილი ჩამოვარდა. აღარ ვიცოდი რა მეთქვა. სიტუაციიდან მეორე მამაკაცმა გამოგიყვანა. რა არის? პრობლემები ხო არ გაქვთ? უკვე მოვაგვარეთ და ცოტა ხანში წავართ, უპასუხე.
კითხვა-კითხვას მოყვა და ნელ-ნელა ყინულიც გალყვა. რუსლანი და ომარი წარმოშობით სოხუმელები ყოფილან. ომამდე რესტორნებში მუსიკოსებად მუშაობდნენ და კარგადაც ცხოვრობდნენ. ომი როგორც კი დაიწყო, ერთი დღეც არ უცხოვრიათ აფხაზეთში. ამ კონფლიქტს კომერციული ომს ეძახდნენ და ვერ წარმოიდგინათ, როგორ უნდა დაპირისპირებოდნენ ქართველები და აფხაზები ერთმანეთს. როგორც გითხეს, დიდ პატივს სცემდნენ და მეგობრებდნენ კიდევ ბევრ ქართველთან. თავიდან რუსეთში წასულან, იქ ვერ აუწყია ცხოვრება და ბულგარეთში გადასულა. სადაც თავიანთი პროფესია გამოუყენებიათ ჩავიზღვისპირეთის რესტორნებში მუსიკოსებად დაუწყიათ მუშაობა. ბავშვობაში ზაფხულის არდაგებს სულ სოხუმში დეიდებთან და დეიდაშვილებთან ვატარებდი. ახალ ნაცნობებს მათ სახელები რო უხსენებ, თლად გადაერივნენ. შენ ესეთი ხალხი დაგვისახელე, უპატივცემლად ბულგარეთიდან ვერ გაგიშვებთო. ბულგასი. კაკო, როცა არ მიჯერებს, სულ შარში ეხვევი ხოლმე. გამაფრთხილა ნუგზარმა. შეეშვი, სად მიხვევი? ნუღელავ ნუგზარ, ყველაფერი კარგად იქნება, დაამშვიდე. სისხლი გაგვიშეს აფხაზებმა და შენ კიდევ ჯერა მათი? სოხუმელი ბიჭები საკურორტო ქალაქ ბურგაში მიდიოდნენ. იქ ორთვიან კონტრაქტზე ჰქონდათ ხელი მოწერილი და რესტორნებში კონცერტები უნდა ჩაეტარებინათ. მანქანები ზღვისპირას მდებარე სასტუმროს მივადექით. შუა სეზონი იდგა და იქაურობა დამსვენებლებით იყო სავსე. სასტუმროს მეპატრონე რუსლანსა და ომარს შეეგება და გვიპატაკა. მობზადით, თქვენთვის საუკეთესო ნომერები მაქვს შენახული. მარტონი არ ვართ, ჩვენ ქართველი მეგობრებიც უნდა დააბინაო, უთხრა ომარმა. თქვენ როგორ ჩვენ რესტორანში იმღერეთ და რამდენიც გინდათ იმდენი მეგობარი მოიყვანეთ. უპასუხა მეპატრონემ და სასტუმროში შეგვიწვა. აფხაზებმა დიდი პატივი გცეს, სასტუმროს ხარჯი თვითონ გაიღეს. დილაობით პლაჟზე გავდიოდით და მთელი დღე მზის აბაზანებს ვიღებდით. საღამოობით იმ რესტორანში ვისხედით, სადაც რუსლანი და ომარი კონცერტებს მართავდნენ. ყველა მიცოდა, რომ მათი სტუმრები ვიყავით და ფულსაც არ გვახდევინებდნენ. ერთი სიტყვით, ჩვენი სადარდებელი მარტოოდენ ლამაზი ქალების თვალიერება იყო. გულახდილად გეტყვით, ეს დიდი პრობლემა არ წარმოადგენდა, რატომაც ყველგან თბილად გვიღიმოდნენ. კაკო, რაღაც ამ ბულგარე ქალებს ვერაფერი გავიგე. ან კაცები არ ყავთ, ან რაღაცაშია საქმე, მითხრა ერთ დღეს გაოცებულმა ნუგზარმა. ვერ გავიგე? რა ვერ გაიგე? სულ გვიღიმია, დავიჯერო ასე ძალიან მოვეწონეთ, თანაც რომ თვალებს გვიპაჭუნება ამ დროს თავიანთი კაცებიც გვერდზე ყავთ. ღიმილი ძმაო, მარტო ბულგარებს კი არა, ყველა დამსვენებელ ქალს დასთამაშებს. რაც შეეხება მათ ურთიერთობას თავიანთ მამაკაცებთან, მაგისი ვერც მე ვერ გავიგე რამე. მართლა საინტერესო მოვლენასთან ჰქონდა საქმე. წარმოიდგინე, პლაჟი ხარ წამოწოლილი და მზეს ეფიცხები. შენ გვერდით წყვილი წევს. ბუნებრივია, რაკი მამაკაცთან ერთად არის, ქალს თვალიერებას არ დაუწყებ. არდა დაჟინებულ მზერას გრძნობ და როგორ ფიქრობთ? ვინ გატყვევებს? სწორედ ის შვენიერი ქალი, რომელსაც გვერდით მამაკაცი ჰყავს. შესაძლოა საღამოს სადღაც ბულვარზე ან რესტორანში ისე იმ ქალს გადაეყარო და ისე შეხვდეთ, თითქოს დიდი ხანია გიცნობს. მერე კი ღამეც ერთად გაატაროთ. ჩვენი წამოსვლის დროს დადგა. მასპინძლებს მადლობა გადაუხადეთ და ბულგარეთიდან გამოვემგზავრეთ. საბერძნეთისკენ იტალიის გავლით. ყველა ქვეყანა თავისებურად საინტერესოა და ბედნიერია ადამიანი, რომელსაც შორეული მოგზაურობის საშუალება ეძლევა. მაგრამ არის ქვეყნები, რომელთაც სრულიად გამორჩეული ადგილი უკავიათ კაცობრიობის ისტორიაში და ამდენად საგანგებო ინტერესის ობიექტს წარმოადგენს. საბერძნეთი სწორედ ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. საბედნიეროდ საბერძნეთში 7-ჯერ მომიწია ჩასვლა, მაგრამ ვინაიდან ყოველთვის გადარბენაზე ვიყავი, 2 დღეზე მეტი ხნით არასოდეს დავჩენილვა. და ერთხელ გერმანიიდან ავტომობილი ჩამოყვანას რომ ვაპირებდი, გზად საბერძნეთში 1 კვირით გაჩერება გადავწყვიტე. ეს რო ჩემმა თბილისელმა ნაცნობებმა შეიტყვეს, ტელეფონის ნომრების მთელი დასტა მომიტანეს და იქ ნათესავებთან დაკავშირება მთხოვეს. რა თქმა უნდა, უარი არ მithქვავს, თუმცა რომ ვცოდნოდა რა დღეში ჩავარდებოდი, შესაძლოა თავი შემეკავებინა. გერმანიიდან ავტომობილით მომავალი კაცი საბერძნეთში რომ მოხვდეს, ბულგარეთი ან იტალია უნდა გამოიაროს. მე იტალიის გზა ავირჩიე. ვენეციიდან ბორნით იონის ზღვა გადმოვლახე და ათენისკენ გავემართე, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ბერძნები და მათი დედაქალაქი.
საბერძნეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას 133,000 კვადრატული კილომეტრი უკავია. მოსახლეობა კი 9 მილიონ კაცს შეადგენს. ჩრდილოეთით მას ალბანეთი, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები და ბულგარეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი თურქეთი ესაზღვრება. დასავლეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან იონიის, ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვები ემიჯნება. საბერძნეთი თბილი, მზიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთებით არის დაფარული. ყველაზე მაღალი მთა ოლიმპოსია, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2917 მეტრია. ბერძნები, ანუ როგორც ისინი თავიანთ თავს უწოდებენ, ელინები, ერთ-ერთი უძველესი ერია მსოფლიოში. უძველესი და უმდიდრესი ისტორიისა და კულტურის გამო. ეს ქვეყანა მილიონობით ტურისტს იზიდავს. როგორც ყველა დიდ ქალაქში, ათენშიც ინტენსიური მოძრაობაა. თუ ევროპაში მძღოლები ცდილობენ მოძრაობის წესები დაიცვან, ბერძნებზე ამას ვერაფრით იტყვი. ჩვენი ქუჩების არ იყოს, იქაც თვალში საცემია უწესრიგობა. ამაში მალე დავწმუნდი, როგორც კი მოვეშვი. გზაჯვარედინზე ერთი ავტომობილი გამოვარდა და რომ არ მეყოჩაღა, შემომასკდებოდა. ის კი გადაურჩა პოლიციათა რისხვას, მაგრამ მე სიგნალის გამოყენებისთვის დამაჯარიმეს, ასე რომ ათენის გაცნობა პოლიციასთან შეხვედრით დავიწყე. საშუალო დოლის სასტუმროში მოვეწყვე და სასაუზმედ გარეთ გამოვედი. რომელ კაფესაც არ მივადგე, ყველა დაკეტილი დამხვდა. როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს 13-დან 17 საათამდე ხდება. სასტუმროში რუსულენოვანი ბროშურა შევიძინე, სადაც უძველესი ბერძენი პოეტის მიერ 2500 წლის წინ დაწერილი შეგონება წავიკითხე. თუ ათენი არ გინახავს, ბრიყვი ყოფილხარ. თუ ნახე და არ მოგეწონა, ვირი ყოფილხარ. თუ ნახე მოგეწონა და ქალაქიდან შენი ნები წახვედი, მაშინ აქნემი ყოფილხარო. ნამდვილად არ მინდოდა ბრიყვი ყოფილიყავი და გადაწყვიტე კარგად დამეთვალიერებინა ეს უძველესი ქალაქი. ათენის ქუჩებში ხალხის ნაკადი შუაღამემდე არ წყდება. ვაჭრობა ფაქტობრივად ყოველ კუთხეშია გაჩაღებული. ძალიან ინტენსიურად იყიდება ლატარიის ბილეთები. ეტყობა ბერძნებს ფორტუნის ჯერად. ათენელთათვის ყველაზე ხელმისაწვდომი გართობა კაფეში ჯდომაა. გარეთ გამოტანილი მაგიდები ზოგან სავალ ნაწილზეც გადმოდის. ცხედან ქალაქელები საათობით. ასეთ კაფეებში და ფეხით მოსიარულეებს ათვალიერებენ. ბერძნები ცნობის მოყვარენი არიან და კონტაქტშიც ადვილად შემოდიან. სხვა ქვეყანაში ჩემს სახეს თუ ვერ იმახსოვრებდნენ, იქ ძალიან მოსწონდათ და აკაკუს მეძახდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს სახელი ყოველი მეორე ბერძენს რქმევია. ერთხელ კაფეში სიმპათიური მამაკაცი მომიჯდა გვერდზე და საუბარი გამიბა. რუსი ხარ? არა, ქართველი. მოგწონს აქაურობა? კარგია, ძველი დრო იგრძნობა. ზამთარში უფრო ლამაზია, ყველაფერი მწვანეშია ჩაფრული, ახლა კი გადახრუკულია. სახეში შევატყო, რომ ღელავდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა, ბოლოს ხმადაბლა დაიწყო. თუ აქაურობა მოგწონს, შემიძლია ბიზნესი დაგაწყებინო, თუ გინდა დაგეხმარები, მაინც რაში? დავინტერესდი. კაფე ან მაღაზია გავხსნათ. შენი ფული, ჩემი საბუთები. არ გამოვა. ჩემი საბუთები, შენი კიდევ ფული. ფული რომ მქონდა, შენ კი არ დავიწყებდი ლაპარაკს. უკმაყოფილოდ გააქნია თავი, მერე მთხოვა. 5 დრახმა გექნება, არ შეგიძლია მომცე? ავა მიყვარ ძალიან. ისეთ თვალებით შემოვხედა და უარი ვერ უთხრა და ფული მივეცი. მადლობის ნიშნად ხელი მომიწია და იქაურობას გაეცალა. ცოტა ხანში ოფიციანტი მოვიდა და ეშმაკურად კითხა. იცით ვინ იყო? ათენის პოლიციის უფროსი შვილი. მამამისი ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია საბერძნეთში. ეს კიდევ ცოტა ვერ არის. გაკვირვებისაგან თვალები ვჭყიდე. ათენის ღირს შესანიშნაობებთაგან ერთ კვირაში ძალიან ცოტა რამის ნახვას თუ მოასწრებ. თუმცა აკროპოლი და მისი მიდამოები რომ დაათვალიერო, უბრალოდ სიცხვილია. გიდები მეტისმეტად სწრაფად ლაპარაკობენ, ვინაიდან 3-4 საათშიც ვერ ასწრებენ აუარება ინფორმაციის გადმოცემას. გიც 15-მდე ტურისტი მიყვებოდით. თავისი საქმის პროფესიონალი იყო და ელადის ძველ ისტორიას ისე საინტერესოდ ყვებოდა, რომ ცდილობდი მნიშვნელოვანი არაფერი გამოჩენოდა. ჯგუფში 40 წელს მიტანებული ლამაზი ამერიკელი მანდილოსანიც იყო. ესკურსიის დროს ერთმანეთს დაბეჭდილებებს უზიარებდით. ბოლოს სიცხისგან შეწუხებულმა ჩრდილში გაჩერება მთხოვა. როგორ მოგწონთ? გრანდიოზულია, არა? კითხე. რა არის გრანდიოზული? ქვებია, თან ისეთი სიცხეა, დაღლილი სახით მითხრა და კოკა-კოლაზე მანიშნა.
როგორ ეს ხომ უძველესი სამყაროა გავიკვირვე და ცივი სასმელი მივაწოდე. მერე რა, თავარია დღეს რა დღეშია. მე ჩემი ამერიკა და კოკა-კოლა მიჩემნია ყველაფერს. თანამემამულენი. იმდენი ქართველი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ შემხვედრია, რამდენიც საბერძნეთში. ყველა ქართველისთვის გამარჯობა რომ მეთქვა, ყოველ 2 წუთში გაჩერება მომიწევდა. ზოგჯერ ისეთი დაბეჭდილებაც ჰქონდა, თითქოს რუსთაველზეც ეინობდი და ახლობლებსაც უნდა შევხედროდი და მართლაც რამდენიმე ნაცნობი შემხვდა, ძირითადად საშუალოზე ჩამოსული ადამიანები. ათენმა ერთი უსიამოვნო ინციდენტი დამამახსოვრა თავი. იმ ამბავს რომ ვიხსენებ, ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ დიდი სიმწარე ვიგემე. სასტუმროში მოწყობისთანავე თბილისიდან წაღებული ტელეფონის ნომრებით იქ ცხოვრებ თანამემამულეებს უკავშირდებოდი. ყველა ძალიან უხაროდა და ერთი სული ჰქონდა ახლობლებთან გასატანებლად რაიმე მოეტანა ჩემთვის. თავიდან ადმინისტრატორი ჩემს სტუმრებს თავაზიანად ხვდებოდა, მაგრამ მომსვლელთა სიუხვემ ეტყობა რაღაცაში დააეჭვა და სახეზეც უკმაყოფილება დაეტყო. თანაც ქართველების ამბავი ხომ იცით, ზოგი ბოთლი ღვინით მოდიოდა, ჩვენს ხვდებოდი და ჭიქით ხელში დიდხანს საუბრობდით. მით უმეტეს რომ ემიგრაციაში მყოფ ქართველს სათქმელი ყოველთვის თავზე საყრელი აქვს. ერთ საღამოსაც ასე ვხედავთ მომცრო მაგიდასთან ჩემ ნომერში და მოულოდნელად 3 შეიარაღებული პოლიციელი შემოგვივარდა. 8 ვიყავით და ყველანი ადგილზე გავშერდით. თავი ძაბ სიუჟეტიან ფილმში მეგონა. ხელები მაღლა, პასპორტები და საბუთები წარმოადგინეთ, კაცსა ბრძანება ერთ-ერთმა პოლიციელმა. ყველანი უსიტყვოდ დავემორჩილეთ. მათ შეაგროვეს ჩვენი საბუთები, სათითაოდ დაგვადეს ბორკილები და პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. სასტუმროდან ქუჩაში რომ გამოვედით, დავინახე რომ პოლიციის 10-მდე მანქანა იდგა. ასეთ ყურადღება ჩემს მიმართ ცხოვრებაში არავის გამოუჩენია. თურმე სასტუმროს ადმინისტრატორს ჩვენი თავყრილობები საეჭვოდ მოეჩვენა. ეგონა თურქი ტერორისტები ვიყავით და პოლიციისთვის გამოუძახებია. განყოფილებაში 9 საათში გაირკვა, ვინ ვიყავით. 4 ჩვენგან საბუთები სულ წესრიგში ჰქონდა. ბოდიში მოგვიხადეს და მანქანეთვე სახლებში დაგვარიგეს. სამწუხარო დანარჩენ 4-ს სავიზო რეჟიმი ჰქონდა დარღვეული და ისინი საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს. შემდეგ კი იძულების წესით საქართველოში გამოგზავნეს. სასტუმროში დაბრუნდი, ადმინისტრატორი მოვიკითხე. ერთი სული მქონდა, ორიოდე ტყვილი სიტყვა მეთქვა მისთვის, მაგრამ ჩემს წასვლამდე ის ინტრიგანი სამსახურში აღარ გამოჩენილა. თავს აურცრად შეურაცხყოფილად გრძნობდი. რატო, რისთვის, რა დავაშავეთ ქართველებმა იმის ფასი, რომ დუხჭირი ცხოვრების გამო სადღაც უცხო გარემოში ვეძებთ საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენის საშუალებას.